საგზაო შემთხვევების შედეგად სოფლიოში ყოველდღიურად თითქმის 1.5 მილიონი ადამიანი იღუპება და ყოველწლიურად და 50 მილიონი ადამიანი ზიანდება ამ ფაქტებისგან. ყოველი 4 გარდაცვლილიდან 1-ზე მეტი ხდება ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებს შორის. გაეროს გლობალური საგზაო უსაფრთხოების მერვე კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. კვირეულის მიზანია ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტების გადაადგილება მეტად უსაფრთხო გახდეს. მეც ამ თემის შესახებ ჩვენი სტუმრები საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი და პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია გვიამბობენ. დილამშვიდობისა. მოდით ქალბატონო ეკა თქვენგან დავიწყოთ. სტატისტიკა რომელიც ახლა ვთქვით, რა თქმა უნდა კითხვას დასვას აზრი არ აქვს ეს საგანგაშოა თუ არა. უბრალოდ გვაინტერესებს კვლევებით ძირითადად რა არის გამომწვევი მიზეზი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენ იცით რომ ახლოვდება გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეული, რომლის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ ვისაუბროთ აქტუალიზაცია მოხდეს ამ საკითხების. გლობალურად არის გამოწვევა, ბუნებრივია მსხვერპლი გზებზე, მაგრამ ადგილზეც ქვეყანაშიც საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და წლის განმავლობაში 450-მდე პირი იღუპება და რამდენიმე ათასი ზიანს იღებს. თავარი ამოცანა არის ის, რომ ეს გლობალური, ისე რომ ვთქვათ, დეკადა გაეროსი, რომელიც წამოიწყო თავად გაერომ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიზნად ისახავს განახევრდეს 10 წლეულის განმავლობაში 50%-ით შემცირდეს მსხვერპლი გზებზე. და ნუ საქართველოს შეუერთდა ბუნებრივია ამას. წამყვანი მიზეზები სხვადასხვა არის ხოლმე, თუმცა სიჩქარის გადაჭარბება არის ერთ-ერთი მთავარი. ნომერ პირველი, ანუ სიჩქარის გადაჭარბება არის გლობალურად, დიახ, ჩვენთანაც საქართველოშიც ის გამომწვევ ფაქტორებს და მძიმე შემთხვევებს უკავშირდება სიჩქარის გადაჭარბება და ნუ ეს კავშირშია პირდაპირ გნებავთ ქვეითებთან, შეჯახების ნაწილში გნებავთ უბრალოდ ეს დაკონკრეტება უფრო მაინტერესებს. სიჩქარით გადაჭარბება არის ერთი. ადრე საქართველოში სერიოზული პრობლემა იყო არაფრიზერული მდგომარეობაში საჭესთან ჯდომა. რემლებიც, კამრები, უსაფრთხოების ღვედები, რომელიც დიახ, თითქმის 10 წელზე მეტია უკვე არის და ძალიან სერიოზული შემცირება გამოიწვია 2010 წელს, როდესაც კანონი შევიდა ძალაში და დაიწყო აქტიური მოხმარება ღვედების, 15%-ით შემცირდა ფატალობა გზებზე, რაც არის საკმაოდ დიდი მაჩვენებელი ამ სფეროში. დიახ, შესაბამისად, ნებისმიერი ინტერვენცია, რომელიც ტარდება და სწორედ დეკადა, მოქმედების დეკადაც ამას ამბობს და ის კვირეულიც ამაზეც ალბათ ვისაუბრებთ მოგვიანებით. მთავარი არის, რომ აქტიურობა იყოს ამ მიმართულებით. გატარდეს სხვადასხვა ღონისძიებები სახელმწიფო უწყებების მხრიდან, საზოგადოება იყოს ასევე ჩართული აქტიურად. ეს მიმართულებაც განვიხილოთ. აქ კანონის გამკაცრება უფრო ამარტივებს ამ მსუბუქეს მდგომარეობას თუ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება? ორივე ერთად. ეს საუკეთესო ვარიანტია არის კომპლექსური საკითხი, დიახ, რომელიც უწყებათა შორის კოორდინაციას საჭიროებს პოლიტიკის დონეზე, საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის დონეზე და რა თქმა უნდა ჩვენ თითოეული მოქალაქე, სამოქალაქო საზოგადოება, რომ გულისხმობ ის, რომ ჩვენთვის ეს იყოს ყოველდღიური აბსოლუტურად ნორმა, რომ დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები. ყოველ წელს ეს კვირეული რაღაც სხვადასხვა თემებს ეხება ხოლმე და ეხმიანება და წლევანდელი თემა რა იქნება? რაზე გამოხილდება ყურადღება? მოგესალმებით, მესალმებით ტელემაყურებელს. მოგეხსენება წლევანდელი თემა არის ქუჩების სიცოცხლისთვის, ანუ ველო და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების გაზრდა. რაც შეეხება წინა წლებს, ანუ სხვადასხვა თემებია ყოველ წელიწადს. მანამდე იყო ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება დაახლოებით 30 კილომეტრიანი საგზაო ზონების შექმნა სკოლებთან, რაც სამწუხაროდ საქართველოში ბოლო წლებში დაიწყო 30 კილომეტრიანი ზონები, თორემ მანამდე სკოლებთან არ იყო 50-60 კმ/სთ-იანი ზონები, სადაც ბავშვების ტრავმატიზმი გაზრდილი იყო და რაც შეეხება თვითონ დღევანდელ სიტუაციას, როგორც ეკამი საუბრა, საქართველოში დაახლოებით 95 ფეხით მოსიარულე დავკარგეთ 2023-ში, ხოლო 24-ში გაიზარდა ეს მაჩვენებელი და არის 101. ყოველწლიურად ფეხით მოსიარულეთა გარდაცვალების მაჩვენებელი იზრდება, რაც ძალიან ცუდია და ამიტომ არის მიზეზები რა არის აი ამ გარდაცვალების დროს. მაგალითად ძალიან ხშირად მე სოციალურ ქსელებში წამიკითხავ და მეც გამომიხატავს პოზიცია ამაზე, რომ რახან ზებრა გადასასვლელია, ქვეითად მოსიარულეები მოძრაობენ ძალიან ნელა, ტელეფონებზე ლაპარაკობენ, ბავშვები ეტლებით და სიფრთხილეს არ იჩენენ. ანუ რა არის ძირითადი მიზეზი ქვეითად მოსიარულეების გარდაცვალების ასეთი სტატისტიკის? ძირითადი მიზეზი ახალგაზრდა
გაზრდებში, როცა ჩვენ დაახლოებით 2 წლის უკან ჩავატარეთ კვლევა, სკოლის მოსწავლეებში და სტუდენტებში არის კურსასმენებით გადაადგილების პრობლემა გამოჩნდა, ასევე მობილური ტელეფონი, როცა ზებრა გადასასვლელს გადადის ადამიანები, დაუფიქრებლად, ანუ არც უყურებს მწვანე შუქს, ისე შეიძლება ინსტინქტურად მოახდინოს გადაადგილება, რაც შეიძლება უკვე დიდებში. ეს პრობლემა არის არასწორ ადგილებზე გადაკვეთები. ხშირ შემთხვევაში ხდება ავტობანებზე, ეგრეთ წოდებული, სადაც 80 კმ/სთ-იანი სიჩქარეებია დაშვებული და მოგეხსენებათ, რომ 80 კმ/სთ-ით მოძრავი ავტომობილის გაჩერება უფრო რთულია ვიდრე ნაკლებ სიჩქარით მოძრავის, ამიტომ დაახლოებით არის მაინც სიჩქარესთან მიბმული. თუმცა ფეხით მოსიარულეთა ესე რომ ვთქვათ, პრევენცია, გარდაცვალების რომ მოახდინოთ, ამას ჭირდება როგორც ვისაუბრეთ საინფორმაციო კამპანია, არ ყოფნის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ფრაგმენტული ერთწლიანი კამპანია, იმიტომ რომ იზრდება თაობები წლიდან წლამდე და თუ ერთ წელიწადს ვატარებთ კამპანიას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 5 წელი გარანტირებულად ინფორმაცია აქვს ადამიანებს, ამიტომ როგორც განვითარებულ ბევრ ქვეყანაში, ევროპულ ქვეყნებში, ეს უნდა იყოს ყოველწლიური კამპანიები და მულტისექტორული თანამშრომლობის გაძლიერება უნდა მოხდეს. მოგეხსენებათ, წელს ჩატარდა მაროკოში მინისტერიალი საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური, სადაც ერთ-ერთი პირველადი საკითხი, რომელიც დაისვა დეკლარაციაში, მაროკოს დეკლარაციაში აღნიშნა, არის ქვეყნებმა მიმართონ მულტისექტორულ თანამშრომლობას, რომ გააძლიერონ კერძო არასამთავრობო სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობა, რომ შეამცირონ სიკვდილიანობა და ტრავმატიზმი. ეხლა მოდით კვირეულზე ვისაუბროთ. რას ნახავთ და გავიგებთ ამ კვირეულზე, როგორც ბატონმა ერაკლიმ აღნიშნა, არ არის საკმარისი მარტო ერთჯერადით, ხო, ეს უნდა იყოს რაღაცა ჩვენი ცხოვრების წესად, ალბათ სკოლებშიც და ასე შემდეგ. რა არის ეხლა ამ კვირეულის მიზანი, რას მოვისმენთ, რას ვნახავთ და რასთან გვექნება პრაქტიკული კონტაქტი? კვირეული მოგეხსენებათ, რომ მერვე კვირეულია, დიახ, მერვე კვირეული ტარდება და პირველი კვირეული ჩატარდა გაეროს 2007 წელს, რომელიც ასევე ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოში და მაშინ 2007 წელს მოგეხსენებათ საგზაო უსაფრთხოების საკითხი დიდად პოპულარობას არ სარგებლობდა. ამიტომ აქ ამ დრომდე მოვედით და შეიძლება შევადაროთ, რომ შესაძლოა არ არის მთლისახარბიელოდ საქმე გზებზე, მაგრამ იმაზე უკეთე არის გნებავცნობიერების ნაწილში და სხვა მიმართულებებით, ვიდრე მაშინ იყო. ამიტომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი და კვირეულების მიზანი არის ზუსტად ვისაუბროთ მულტისექტორულად ამ საკითხებზე. კონფერენცია არის დაგეგმილი, სადაც ეს ყველა გადაწყვეტილების მიმღები პირი ამ კონკრეტულ სფეროში, ვინც მუშაობს, გნებავთ სამოქალაქო სექტორში თუ კერძო სექტორში, ხდება გაცვლა, სად ვდგავართ დღეს, რა სტატუსი აქვს დღეს საგზაო უსაფრთხოებას საჯარო სივრცეში, საჯარო დონეზე, პოლიტიკის დონეზე და რას ვაკეთებთ ჩვენ, როგორც სამოქალაქო სექტორი ან კერძო სექტორი. შესაბამისად, ჩვენ გაგვაჩნია საგზაო მოძრაობის, საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მოგეხსენებათ, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო კურირებს და ბევრი ღონისძიება არის დაგეგმილი ამ წლების განმავლობაში. პრეზენტაციას მოვისმენთ. ასევე მოგეხსენებათ, თბილისის მუნიციპალიტეტი აქტიურად ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს და სატრანსპორტო პოლიტიკა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, სად ვდგავართ და საით მივდივართ, გნებავთ ქვეითების და ველომომხმარებლების ნაწილში და ეს ყველაფერი რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რას ვაკეთებთ, აი მის შეჯერება. ნახეთ, თქვენ ამბობთ, რომ იქნება ძალიან ბევრი შეხვედრა, საერთაშორისო და გაერო ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს და ამის ეგიდით და უამრავი შეხვედრა გექნებათ ალბათ თქვენც მერიის ინფრასტრუქტურული პროექტები ახსენეთ. მაგრამ 450 ადამიანი იღუპება წელიწადში. თითქოს შეხვედრები იმართება, თითქოს ყველაფერი ხდება, გაწერილია ვარკვევთ სად ვდგავართ, მაგრამ მე როგორც მძღოლი ამავდროულად ვარ ქვეითიც. როცა საჭესთან არ ვარ და გადავადგილდები. ჩემამდე როგორ მოვა, როგორც მძღოლთან და როგორც ქვეითთან, ის ყველაფერი რაზეც თქვენ კულისებში ისაუბრებთ. ძალიან კარგი შეკითხვაა, დიახ, ეს პოლიტიკა, სატრანსპორტო პოლიტიკა სწორედ ემსახურება და უნდა ემსახურებოდეს საბოლოო ჯამში გზებზე უსაფრთხოებას და ეს ასეა. თქვენ ახსენეთ გაეროს ეგიდით და დიახ, უნდა აღვნიშნო, რომ გაეროს მუდმივი კოორდინატორის ჩართულობით ტარდება ეს კონფერენცია და მნიშვნელოვანია ბუნებრივია საერთაშორისო მხარდაჭერა, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ამ საქმეს წინ ვერ წავწევთ, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი გამოცდილება აქვთ ევროპულ ქვეყნებს საერთაშორისო იმ ქვეყნებს, რომლებსაც ბევრად ნაკლები შემთხვევები აქვთ, ვიდრე ჩვენს ქვეყანაშია და ვსწავლობთ ჩვენ ამ გაკვეთილებს სხვა ქვეყნები და ქალაქებისგან ბუნებრივია. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას,
ძღოლი გნებავთ ფეხით მოსიარულე თუ მგზავრი, ჩვენც უნდა გავიაზროთ, რომ ლიმიტირე საჯარო სექტორსაც და იმ გადაწყვეტილების მიღებ პირებსაც აქვთ ლიმიტირებული რაღაც რესურსი. იმიტომ რომ ის რასაც ისინი აკეთებენ და ფურცელზე წერენ, ან გნებავთ კანონებად იღებენ, ჩვენ უნდა შენ თუ მობილურზე ილაპარაკე და ისე იარე, ან მანქანა ასე წაიყვანე, არაფერი დაწერილი მაგას არ შველის. ჩვენ უნდა დიახ მივიღოთ ეს და შევასრულოთ და წეღან აღნიშნე უნდა იყოს ეს ნორმა. ეს არ არის თითის გაშვერა, რომ მხოლოდ მისი პასუხისგებლობა. ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისგებლობა და დიდწილად მისი პასუხისგებლობა. მაგრამ აქ შესაბამისად სავარაუდოდ როდესაც თქვენ ამბობთ რომ 450-ში ზუსტად არ მახსოვს ეხლა სტატისტიკა და ფაქტი არ დავამახინჯო, უბრალოდ ბავშვების შემთხვევაც არის ხო, რომ იღუპებიან, იმიტომ რომ ყურსასმენებით დადიან. აქ განათლების სისტემა უნდა ჩაერთოს, იმიტომ რომ ჩვენ სკოლებში რა ხდება, ჩვენ სკოლებში ზარებს კლასში პასუხობენ ბავშვები, ანუ ტელეფონებით არიან. შესაბამისად ეს ბავშვი გაკვეთილზე თუ ზარს პასუხობს, გზაზე თუ ყურსასმენით გადადის, ანუ ამ შემთხვევაში სისტემა უნდა ჩაერთოს. მაგრამ მძღოლიც თუ ტელეფონზე ლაპარაკობს და ისე და ისე სერიოზული პრობლემა არ დაუთმეთ არ გამოვა, მაგრამ ხო მწვანე აინთება ნიშნავს რომ გზა შენია. თუ მე ამ დროს მე წითელი მაქვს. ანუ ესენი თუ არ გავარჩიეთ, პრობლემა ყოფილა აქ, არ აკვირდება ადამიანი გზაზე რო გადადის და ყურსასმენით გადადის და ნუ აი წარმოუდგენელი არ უყურებს მწვანე. ამას რითი აი რა კონკრეტული ქმედებით გავაკეთეთ გამოსწორებთ. საგზაო უსაფრთხოება არის ზიარი პასუხისმგებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ყველა ვიცოდეთ. ამიტომ შეიძლება დიდი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას ამ ნაწილში და სახელმწიფოს, როგორც კანონის მიმღებს იქნება ეს აღმასრულებელს, ასე შემდეგ ინფრასტრუქტურის მიმართულებით, დიახ, ინფრასტრუქტურა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ფიზიკურად უსაფრთხო ტრანსპორტი, ეკომეგობრული ტრანსპორტი, ხედავთ თქვენ რომ ეკომეგობრული და ეკომობილობა უკვე შემოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილად ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების და ეს არის ბუნებრივია სახელმწიფოს პრეროგატივა, ცნობიერების ამაღლება რასაკვირველია სკოლებიდან და უკვე სკოლამდელი დაწესებულებებიდან უნდა მოხდეს ნელ-ნელა და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში და წლების განმავლობაში თავს იჩენს პოზიტიურ კონტექსტში. არ ვიცი რაღაცის დამატება გინდათ ალბათ, მაგრამ ამასთანავე რასაც დაამატებთ, ერთი რამე გითხარით, მაინც რა არის მთავარი გამოწვევა? მოდი დავამატებ ჯერ და მე გამოწვევაზე ვისაუბრებ, როგორც წეღავ თქვით, ანუ ერთ-ერთი გამოწვევა არის განათლება და მოგახსენებთ წინა წელს ჩვენ მქონდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად პროექტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სადაც 20 სკოლა გადავამზადეთ ბავშვები და ჩავატარეთ კვლევა და ეს კვლევის შედეგები ის იყო, რომ როცა გაიარეს ეს პროგრამა ბავშვებმა, მის შემდგომ 80%-იანი ცვალებადობა იყო, ანუ განათლების ხარისხთან მიმართებაში, ანუ უფრო მეტი რა მიცოდნენ ბავშვებმა. ამიტომ შედეგზეც აისახა ესა? რა თქმა უნდა, 80%-იანი ცვალებადობა იყო, ანუ უკეთესად იცოდნენ ეს საგზაო უსაფრთხოების საკითხები ბავშვებმა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ბაღი სასკოლო ასაკიდან ჩვენ ბავშვებს მოუწოდოთ, ვასწავლოთ და უფრო პასუხისმგებლიანი მოქალაქეები გავზარდოთ. რაც შეეხება გამოწვევებს, საქართველოს მართლაც არის გამოწვევები წინაშე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთა ბოლო წლებში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, ვიცით რომ პერიოდულად იცვლება კანონმდებლობები და კიდევ ბევრი რამ არის სტრატეგიით დაგეგმილი და შესაძლებელი. ერთ-ერთი გამოწვევა არის სიჩქარის გადაჭარბება და ამას უნდა ვებრძოლოთ. არის ძალიან ბევრი სხვადასხვა პროექტები არსებობს, ისი განხორციელებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, რომ ამ პროექტების განხორციელებაში ალბათ კი არა აუცილებლად სამოქალაქო სექტორის მხარს დაუჭერს. ეს არის იგივე სიჩქარის ლიმიტების შემცირება სკოლასთან, იგივე 15 კილომეტრიანი მარჟა, რაც არის საპატიებელი გარემოება, ამის დაწევა შესაბამისად. აი ეს ფიქრობთ, რომ კიდე უნდა დაიწეოს? 15 კილომეტრიანი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს საპატიებელი გარემოება, ეს უნდა იყოს 5 მაქსიმუმ ან 7 კმ/სთ და ასევე სიჩქარის გადაჭარბების გამო ვიცით რომ საპატრულო პოლიცია ვერ აჩერებს და ვერ აჯარიმებს, ეს უნდა მიებას გულათა სისტემას, როგორც აპრობილებულია ბევრ ევროპულ ქვეყანაში. შეიძლება ადამიანმა უსაზღვროდ იხადოს ჯარიმები, არ ღვიოს, მაგრამ მას მართვის მოწმობა მაინც არ წაერთმება, ანუ არ ჩამოერთმება. ამიტომ აი ეს მიმართულებები გვაქვს კანონები, მაგრამ ამ კანონებში არსებული ხარვეზების გამოსწორებით და შემდგომ უკვე საინფორმაციო კამპანიით უნდა ვებრძოლოთ ამ ყველაფერს. აი ცნობიერების ამაღლებას ამბობდა გოდერძი და აი როდესაც რეაბილიტირებულ ქუჩებზე ფეხით მოსიარულეთა ველოსიპედისტების უსაფრთხოდ გადაადგილების საკითხი არის გათვალისწინებული, მაგრამ ეს დამატებითი შუქნიშნები, ეს ველობილიკები ზოგიერთი მძღოლის ყოფილებას იწვევს, ხო? ესეა და აი რა კეთდება ამის
აი ცნობიერებს ასამაღლებლად ამისთვის? აი ძალიან კარგი შეკითხვა გაბტონ ნანა, იმიტომ რომ ჩვენ წლების განმავლობაში კი არა ოდითგანვე თუ შეიძლება ითქვას, გზა იყო გათვალისწინებული თითქოს და მძღოლისთვის. ამიტომ, როდესაც ხდება თანამედროვე სტანდარტებზე გზის ესე რომ ვთქვათ, გადაკეთება, ბუნებრივია იწვევს მძღოლების აგრესიას, ზოლები მცირდება მათთვის და პარკირება მცირდება და გონიათ რომ რაღაცას ართმევენ. და ბუნებრივია ეს თავისებურ ჩვენც გვაქვს განწყობები როგორც ცხოვრებს, რომ გონია რომ ყველაფერი წაგვართვეს. დიახ, თუმცა აქ უნდა ითქვას, რომ სამართლიანად ხდება გადანაწილება გზების, იმიტომ რომ ქვეითიც და ველომომხმარებელიც არის გზის მონაწილე და მათ თავისი წილი გზა ჭირდებათ და გზებს ვერ გავაფართოვებთ, არის ხოლმე მოსაზრება, რომ გავაკეთოთ მეტი გზა ან გავაფართოვოთ, ანუ ამას არ ეყოფა ფიზიკურად ბუნებრივია ადგილი, შესაბამისად აი ესე ხდება გადანაწილება. ცნობიერება ეს არის ჩვენი სუსტი წერტილი, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ცნობიერების ამაღლება არის ძალიან გრძელვადიანი პერიოდი, რომელზეც მუდმივად უნდა ვისაუბროთ და სხვა ქვეყნებს, არ ვიცი, შემიძლია ბრიტანეთის მაგალითი მოვიყვანო, ასეთი სახელმწიფო დონეზე სხვათა შორის დაგეგმილი აქვს საკომუნიკაციო კამპანია, რომელითაც ეუბნება, რომ აი მე გიკეთებთ ინფრასტრუქტურას, მაგრამ შენ აი ესე გამოიყენე სწორად. შეიძლება ეს ანბანია რომელიღაც პირისთვის და შეიძლება უხერხული იყოს აი ყველაფერზე ჩვენს ქვეყანაში უხერხული არ არის. პარკებში მეორე დღეს კამი აღარ ვარგა, ეს ფაქტები ხო გვინახავს. მაგრამ ეს საჭიროა და შავ წერტილებზე მინდა ასევე დავამატო, ირაკლი მისაუბრა და ინფრასტრუქტურის ნაწილში ჩვენ როდესაც საუბრობთ საგზაო უსაფრთხოებაზე, გვაქვს არაერთი შავი წერტილი ქალაქში, ქვეყანაში, სადაც მუდმივად ხდება საგზაო შემთხვევა. მაგრამ მის იდენტიფიცირება, ეს არის 300 აი ესეთი მსოფლიო ბანკის სტანდარტია. იმ პერიმეტრებში, სადაც 300 მეტრის რადიუსით ხდება მუდმივად საგზაო შემთხვევები და მთავრდება ფატალურად, წლის განმავლობაში მაგალითად 3-4 უნდა იყოს შესწავლილი და განეიტრალებული. რა თქმა უნდა. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, როდესაც ერთ და იგივე ზონებში ხდება ეს შემთხვევები, რეაგირება როგორ ხდება. არ არის კარგად. დიახ, ამიტომ აი ესეთ წერტილოვან საკითხებზე გჭირდება მყისიერი რეაგირება და გჭირდება მდგრადი მუშაობა ამ მიმართულებით. მოკლედ, ამოუწურავია თემა, იმედი ვიქნებ, რომ კიდე გიხილავთ ეთერში ახლა. ჩვენი გზავნილები გავუშვათ, უნდა იმიტომ რომ მოიტანეს ფურცლები და გვირიგეს და ჩვენ ჩამოვწერეთ. მე დავწერე რომ არ შეაჩერო ქალაქის მოძრაობა დაუთმე. იმიტომ რომ რაც მეც დაუთმობ, უფრო გაგდეს ხელნაწერი. შეინახეთ, აიცით მე აუქციონზე რამდენიმე წლის მერე რა მოხდეს. რა თქვი, ნანა? დაიცავი წესები გაუფრთხილდი სიცოცხლეს. ნანა სიფრთხილეს თავი არ სტკივა, გაუფრთხილდი შენ თავს და შენ სირბლო ყველას. არიჩქარო, მოჩქარეს მოუგვიანდეს. კი ბატონო, მოკლედ საინტერესო თემაზე და აუცილებელ თემაზე ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმრები იყვნენ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე ეკალალიაშვილი და პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების დირექტორი ირაკლი იზორია. ძალიან დიდი მადლობა თქვენ წარმატებები ამ კვირეულის ფარგლებში.